დღეს არის შაბათი 15 მარტი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 2 მარტი და ჩვენ გვაქვს სამი წმინდანის წმინდა ნაწილი ოღონდ მე სახელებს ჩამოგითვლით ოღონდ ისეთნაირად დაემთხვა რომ არც ერთი მათგანის შესახებ პრაქტიკულად არაფერი არ ვიცით უბრალოდ წმინდა ნაწილები გაგვაჩნია ეს არის წმინდა იოვინუს რომაელი წმინდა ლუციუს კესარიელი და წმინდა ჰერაკლიუს რომაელი აი ხე ჩამოგითვლით ესე იგი რაც შეეხება წმინდა იოვინუს რომაელს ესე იგი ნუ რაც ვიცით ახლა მოგახსენებთ ვიცით 258 წელს 258 წელი არის ეს არის ამ წელს ეწამა ეს არის ორი იმპერატორი მართავდა ერთდროულად რომს მამაშვილი ეს არის წმინდა იმპერატორი ვალერიანე პირველი და მისი შვილი გალიენი და ეს ეწამა 258 წელს როგორც მოგახსენეთ და ვია ლატინა ესე იგი ეს ქუჩას ქვია ესე აი ამ ქუჩაზე დაკრძალეს ქალაქის გარეთ და შემდეგ რაც ვიცით ესე იგი ერთადერთი რომ იმის გამო რომ იგი დაასაფლავეს იქ დაიწყეს მერე წმინდანების მოწამეების დასაფლავება და ამის გამო მერე მისი საფლავი და შესაბამისად სხვა წმინდანების საფლავი იქცა მოლუცის ერთ-ერთ ადგილად მოკლედ მოცოლებმა დაიწყეს სიარული აი ეს არის ყველაფერი რაც წმინდა იოვინზე ვიცით შემდეგი წმინდანი ეს არის წმინდა ლუციუს კესარიელი და ესე არიან მოხსენებული ერთადერთი სახელებია ჩაწერილი ეს არის დროც არ ვიცით აი ზუსტად როდის აწამეს უბრალოდ ჩანაწერი არის ამ წმინდათა მარტიროლოგში რომის მარტიროლოგში ესე რომ ვთქვათ ეს არის წმინდა ლუციუსი ეპისკოპოსი და შემდეგ აბესალომი და აი მესამე წმინდანი ზუსტად არც ვიცით სახელი ლორგიუსი, გორდიუსი თუ გიორგი და ისინი აწამეს კაპადოკიის კესარიაში და ბოლოს ეს არის წმინდა მოწამე ჰერაკლიუსი 305 წელს აწამეს ესეც არის ჯგუფი ქრისტიანების დიოკლეტიანეს დროს პორტო რომა ესე ქვია ანუ რომის კარიბჭესთან ქალაქის გარეთ ესე სადაც დინარე ტიბროსის ნაპირას და ვიცით მხოლოდ 4 მათგანის სახელი ამ ჯგუფიდან ეს არის ჰერაკლიუსი, პავლე, იანუარიუსი კი არა ქალია, ორი ქალი არის, იანუარია და სეკონდილა. აი ესე იგი ეს არის სურათში და ახლა გაჩვენებთ წმინდა ნაწილებს ერთად მოვათავს ეს სხვათა შორის. აი ესეთი სანაწილე შევქმნით, აი ახლა გაჩვენებთ. აი აწერია იოვინუსი არის წითელ სანაწილეში ლურჯში არის ჰერაკლიუსი და ლუციუსის კიდე სუფლად მცირე ნაწილები გვაქვს აი ესეთი სანაწილე გვექნება 2 მარტის და შეგვეციოს ამ წმინდანების მარტი და მე მოვყვები დღეს კიდევ ერთი წმინდანის შესახებ ეს არის 3 მარტი საეკლესიო კალენდრით 3 მარტი და 3 მარტი დაემთხვა დიდმარხვის მეორე კვირას წელს რაც იმას ნიშნავს რომ ნუ პირველის ყოვლისა ამ დღეს არის გრიგოლ პალამას ხსენება უდიდესი წმინდანის ამ დღეს 3 მარტს ბევრი წმინდანის ხსენება გვაქვს უბრალოდ ბევრი წმინდანის წმინდა ნაწილი გაგვაჩნია და მე ჩამოგითვლით ოღონდ ეს ყველაფერი გვისაუბრე ერთადერთი წმინდანია რომლის წმინდა ნაწილი მოგვიანებით მობრძანდა ჩვენთან და აი იმის შესახებ მოგახსენებთ ნუ პირველის ყოვლისა როგორც მოგახსენეთ გრიგოლ პალამას ხსენება არის ეს არის საუბარი 56-ე ძირითადად გრიგოლ პალამას შესახებ და კიდევ 155-ე საუბარი ნახსენები ყავს დღეს ასევე არის ხსენება უდიდესი ქართველი წმინდანის წმინდა იოანე ოქროპირი მეოთხე საქართველოს კათოლიკოსისა ოღონდ მე მისაუბრია ამის შესახებ ეს არის საუბარი 279
და აქ არის 2 იოანე ოქროპირი, ორივე ეს პერიოდია, ოღონდ ერთი არის ეს შუა საუკუნეები 1059 წელია და ეს არის 1001 წელი. მოკლედ აი ეს საუბარი არის 279 ესე იგი, არა გვაქვს ბევრი მასალა მათ შესახებ, არც ერთის და არც მეორის და შემდეგ ღირსი მამების ხსენებაა დღეს დიდმარხვის მეორე კვირაა და ღირსი მამები კიევის ქვაბთაშინა გაბწყინებულნი, დავანებულნი, ესეც 56 საუბარი. დღეს არის ტიციან ბრეშიელის ხსენება, ეს არის საუბარი 279 და ამიტომ აღარ შევჩერდები მე ამ წმინდანებზე, თუმცა ტიციან ბრეშიელის შესახებ მე მინდა გაჩვენოთ ჩვენ შევქმნით გამოსახულება. აი ესე იგი ძველი ბარელიეფი არსებობდა და აი აქ ჩვენ ესე იგი ჩვენმა არაჩვეულებრივ ქართულმა ოსტატებმა გაგვიკეთეს ეს არის წმინდა ტიციან ბრეშიელი მისი წმინდა ნაწილებით. შემდეგ კიდევ არის ლუციოლუსის ხსენება, ლუციოლუს აფრიკელი 279 საუბარია ესეც ლუციოლუს აფრიკელის შესახებ და კიდევ წმინდა ვასილისკოს შესახებ ვისაუბრეთ, ვასილისკოს ხსენება, კომანელის, ესეც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანია, იმიტომ რომ საქართველოში აღესრულა, ეს არის საუბარი 173, ოღონდ ამაზე არ შევჩერდები. და აი ვიზეც მე დღეს შევჩერდები და ვინც მინდა ვის შესახებაც მინდა მოგითხროთ, ეს არის, რა ვიცი, მე ვფიქრობ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანია, არა მარტო თავისი ქვეყნისთვის და თავისი ეპოქისთვის. ეს არის წმინდა კუნეგუნდა, იმპერატრიცა კი არა, იმპერატორი. აი ეს უნდა მოგიყვეთ ახლა დღეს. ეს არის წარმოშობით ლუქსემბურგელი, ამიტომ ესე უწოდებენ ხოლმე. კუნეგუნდა ლუქსემბურგელი, თუმცა ეს იყო აი როგორც ახლა გამოჩნდება ჩვენი საუბრიდან წმინდა რომის იმპერიის, ესე ერქვა, იმპერატორი, იმპერატრიცა კი არა, იმპერატორი. და აი ეს უნდა მოგიყვეთ ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ქართველებისთვის, იმიტომ რომ თამარ მეფის ეპოქას წინ უძღოდა ეს. ეს წინ უძღოდა და ოღონდ სანამ მოგიყვებოდეთ წმინდა კუნეგუნდას შესახებ, მინდა შეგახსენოთ საუბარი, ეს იყო 75 წმინდა ჰენრიხ მეორე. წმინდა ჰენრიხ მეორე, ეს არის 13 ივლისის არის მისი ხსენება და ვისაუბრეთ წმინდა ნაწილი გაგვეჩნია და აი სწორედ ეს წმინდა ჰენრიხ მეორე არის ფაქტიურად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წმინდა კუნეგუნდაზე ვისაუბრებთ, მთავარი მოქმედი პირი მაინც წმინდა ჰენრიხ მეორეა, მისი მეუღლე, რომელსაც აი ხა მოგიყვებით, როგორ უყვარდა თავისი მეუღლე, აი ეს წმინდა კუნეგუნდა, რომ ფაქტიურად ეს იყო ჰენრიხ მეორის იდეა, რომ კუნეგუნდა ეკურთხა როგორც იმპერატორი. თავიდან როგორც მეფე გერმანიის და შემდეგ როგორც იმპერატორი, აი ეს უნდა მოგიყვეთ ეს ამბავი დღეს წმინდა კუნეგუნდას შესახებ. ეს საუბარი, ჩვენ უნდა დავიწყოთ გვირგვინით, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, რაღაცა არაჩვეულებრივი, გვირგვინი ყველა ლამაზია ალბათ, მაგრამ ეს ახლა ესე იგი აი მთავარი არსი ამ საუბრის რაში მდგომარეობს, რომ აი ჰენრიხ მეორე ესეც უდიდესი ეპოქა შექმნა ფაქტიურად აი ახლა გერმანელების შესახებ უნდა ვისაუბროთ, გერმანელების შესახებ, რომელიც აი უდიდესიერია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განიცდიან გერმანელები დღემდე აი ეს მეორე მსოფლიო ომის ამბებს და ეს დანაშაულებს, რომელიც ამ ხალხი არ ჩადის დანაშაულს ჩადის ხელისუფლება, რომელიც იყო ეს ნაცისტური ხელისუფლება, რომელიც იყო გერმანიაში და დღემდე ინანიებს მთელი ერის სხვათაშორის. მაგრამ აი მიუხედავად ამისა, სრულებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო
კაცობრიობის ისტორიაში გერმანელ ხალხს, გერმანელ ნაციას და აი ხა ჩვენ დღეს ვისაუბრებთ გერმანიის ოქროს ხანაზე ალბათ. ალბათ, რა ვიცი, თვითონ არ უწოდებენ ასე, თვითონ არ უწოდებენ, მაგრამ ნამდვილად ოქროს ხანა იყო ეს. ნამდვილად ოქროს ხანა იყო, იმიტომ რომ ეს არის 1000-იანი წლები. ესე იგი 900-იანი წლების მიწურული. ანუ ეს არის მიჯნა, 1000 წლეულების მიჯნაზე ხდება ეს ამბავი. იმიტომ რომ ესე იგი 900-იან, ესე იგი ანუ მე-10 საუკუნეში დაიწყო და მე-11 საუკუნეში გადავიდა შემდეგ ეს ამბები, რასაც მოგეყვებით და ესე იგი ხა ყველას ვერ დავასახელებ, მაგრამ აი ჰენრიხის შესახებ, აი საუბარს თუ მოისმენთ 75 საუბარს. იქ ეს ყველა პიროვნება დასახლებული ყავს კუნეგუნდაც მათ შორის, კუნეგუნდაც. მაგრამ დღეს კუნეგუნდას ხსენება და ამიტომ კუნეგუნდაზე განსაკუთრებით ვისაუბროთ. მაგრამ იქ გარშემო ვინცაც დასახელებულია ამათან, აი თითქმის ყველა წმინდანია, თითქმის. საოცარი პერიოდი. ეს არის, ნუ ვერ მოვითმენ ვარო ახსენო წმინდა ულრიხი აუგსბურგელი, რომელსაც დიდი როლი მიუძღვის ასევე 50 წელი იყო ქალაქ აუგსბურგის ეპისკოპოსი და აუგსბურგიც იქვია ამ სადაც ეს ხდება ახლა ჩვენ რასაც ვისაუბრებთ. მოკლედ ეს ჰენრიხ მეორე, რომელიც იყო თავიდან ჰენრიხ მეოთხე, იმიტომ რომ ბურგუნდიის და მერე როდესაც გერმანიის მეფე გახდა, მერე ეწოდა ჰენრიხ მეორე როგორც გერმანიის მეფეს. მანამდე პრინცი იყო, ესე იგი და ნუ ჰენრიხზე აღარ გავაგრძელებ, მაგრამ აი რო გახდა მეფე, ესე იგი მან 26 წლის ასაკში და ეს ქორწინება კუნეგუნდას მამის და ჰენრიხის მამის მოლაპარაკების შედეგი იყო და მოკლედ ეს ცოლი კუნეგუნდა, რომელიც ისე უყვარდა და უყვარდა მარტო ეს ნებებზე კი არა მაქვს ლაპარაკი, რომ რაღაც ლტოლვა ქონდა და სწორედაც სულაც არა და აი და ალბათ ქონდა კიდევაც, ოღონდ ნახეთ, აქ არის ძალიან საინტერესო რაღაც. ესე იგი, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ კუნეგუნდა აბსოლუტურად თანაბარი მისი, არ ვიცი რა დავარქვათ, თანამოსაგრე გამხდარიყო. პარტნიორს ვერ ვიტყვი ამ სიტყვას, თუმცა უცხოური სიტყვაა და შეესაბამება ამას, იმიტომ რომ ყველაფრით ესე იგი მსგავსნი იყვნენ ესენი, თანამოაზრეები იყვნენ, თანამოღვაწეები იყვნენ. და აიტყობა აქ ახლა ზუსტად არ არის მითითებული ამ კუნეგუნდას განათლების შესახებ, მაგრამ აიტყობა ისეთი განათლებული ქალბატონი იყო, რომ მოკლედ აი მეორე მეფე დაისვა გვერდით და პირველი რაც გააკეთა, როცა სანამ მეფე გახდებოდა, მანამდე შეირთო ცოლად, 19 წლის იყო კუნეგუნდა და 26 წლის იყო ჰენრიხი, როდესაც ისინი დაოჯახდნენ და აი აქ იწყება უკვე საოცარი რაღაცა, რომელიც აქვე მინდა, ესე იგი ხაზი გაუსვა პირველ წყაროებს, ეხლა ცოტა არეულად გიყვებით, მაგრამ ნელ-ნელა დაალაგდება ეხლა ეს ამბები და ნახეთ. ესე იგი წყაროებს რაც შეეხება, არსებობს კუნეგუნდას ცხოვრება ცალკე, ჰენრიხის ცხოვრება ცალკე და მე ორი წიგნი მაქვს ეხლა ამ წუთას ხელთ, ოღონდ რამხელა წიგნებზე ესეთ ლაპარაკი, აი ვებერთელა წიგნი, რომელსაც უნდა მიუძღვნა მაშინ რაღაცა ცხოვრების ნაწილი, რომ შეისწავლო გერმანიის ეს პერიოდი, ჰენრიხის ცხოვრება, დიდი წიგნები მაქვს, ერთი რუსულ ენაზე მაქვს, ახლა ნათარგმნია, მეორე ინგლისურად მაქვს, მაგრამ როგორც გითხარით, გერმანელები ძალიან მოწესრიგებული ხალხია და ეს პერიოდი მათი ცხოვრების, მათი ქვეყნის ისტორიის ძალიან კარგად არის შესწავლილი, იმდენად კარგად, რომ აი შეუძლებელია ძალიან აი საგონებელში ჩავარდები, როგორ შეიძლება მოკლედ მოყვა ეს ამბავი, მოკლედ რა, არ ვიცი. მოკლედ ვეცდები რომ თავარი რამ ამოვარჩიო და პირველი ალბათ თავარი ის არის, რომ წყაროებით ვერ ადასტურებენ ესენი გერმანელები და ამიტომ ძალიან კაცრები არიან ამ ყველაფრის მიმართ და ამიტომ ამბობენ, რომ ეს არის გადმოცემა, თორე სინამდვილეში აი როგორც წმინდათა ცხოვრებას ისე თუ შევხედავთ, აბსოლუტურად ყველაფერი ცხადია და რაზე მაქვს ლაპარაკი. საოცარი რაღაც უნდა გითხრათ, ესენი შეუღლდნენ
ეს კუნეგუნდას ინიციატივა იყო როგორც ჩანს, მაგრამ მეფესაც ზუსტად ახლა ემთხვეოდა მათი აზრები. შეუღდნენ პირობით. ოღონდ ეს პირობა მარტო მათ იცოდნენ, არავინ არ იცოდა ეს. რომ ეს იყო ხელშეუხებლობის, სრული ხელშეუხებლობის პირობა. გაგიკვირდებათ, რა თქმა უნდა, ოჯახი შეიქმნა, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მთელი ცხოვრება. ეს ორივე მათგანის ბიოგრაფიამ გამოაჩინა, მათმა პირად მოცხოვრებამ და ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ძალიან უყვარდათ ღმერთი და გადაწყვიტეს, რომ იცხოვრონ ერთად, ოღონდ აი ამ პირობით, რომ არ შეეხებიან ერთმანეთს და შესაბამისად ცხადია, რომ შვილიც არ ყავდა და 1000 რაღაცას იგონებდნენ ეს მერე ის ისტორიკოსების, თანამედროვეებიც, რომ ისი ბრალია მეფეს აქვს რაიმე დაავადება ესეთი თუ დედოფალს აქვს თუ სინამდვილეში აი ამბებს რომ მოგიყვებით მე არ მეპარება ეჭვი და არც თქვენ აღარ შეგეპარებათ მიუხედავად იმისა რომ ხო გეუბნებთ აი წერილობით ეს რა ხა ჯერთი როგორ იქნება იმიტომ რომ მათი მოლაპარაკება იყო ეს მოკლედ იწყება ეს ყველაფერი აი ამ გვირგვინით როგორც კი გახდა ჰენრიხი მოკლედ გერმანიის მეფე გერმანიის სამეფოს გაერთიანებული გერმანიის გაერთიანებული სამეფოს მეფე პირველი რაც გააკეთა ესე იგი დანიშნა თვითონ რამდენ 2 თვის შემდეგ მისი ინაუგურაცია რო იყო მეფეთ კურთხევა დანიშნა კუნეგუნდას და გააკეთებინა აი ხე გაჩვენებთ ეს არის გვირგვინი აი როგორი გვირგვინია ნახეთ ამას ახლა გადიდებულსაც გაჩვენებთ და აღწერილობას წაგიკითხავთ ახლა ამ გვირგვინის აი გადიდებული ეს გვირგვინი ესე აი ეს თვითონ გვირგვინის შესახებ მინდა მოგიყვეთ დღეს ეს მიუნხენის რეზიდენციის ოქროს ფონდში ინახება ეს გვირგვინი და ესე იგი ეს არის რო შეხედავ ამ გვირგვინს აი ბეჭდის ფორმა აქვს ბეჭდი ვიტყვი 5 სანტიმეტრი სიმაღლის არის მხოლოდ და როგორც ბეჭდი ისეა საქორწინო ბეჭდის ფორმა აქვს რა მოკლედ და 5 ფირფიტისგან შედგება აი რას ნიშნავს ნახეთ აი დააკვირდით აი გადაბის ადგილი აქვს აი კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ჩანს ხო აი ესე აი აქ აი ამ ადგილზე არის აი არა აი აი ჭრილი აი ეს ჭრილი კი არა გადამულია 5 ფირფიტი არის გადამული და ესეთნაირად არის გაკეთებული ეთყობა ელასტიურობის გამო რომ ელასტიური იყოს და მოლურჯო მოისფრო გამა არის შერჩეული აი ამ ქვებისათვის და მთავარი ქვები ეს არის მსხვილი დიდი საფირონები აი გაჩვენებთ კიდევ ერთხელ აი ესენი აი საფირონები აი ესეთები და რატო იმიტომ რომ საფირონი ძველთაგან არის სამეფო ძლიერებისა და საღვთო სიბრძნის სიმბოლო საფირონი ნუ ესეთი შინაარსი აქვს ამ ქვას ასევე ამეთვისტო ძოწი თოპაზი მარგალიტი და ზურმუხტი აი ეს ქვები არის გამოყენებული და აქ არის კიდევ ერთხელ უნდა გაჩვენოთ აი ნახეთ რომ შეხედავთ აი ამ ქვებს აი თითქოს მოგეჩვენება რომ არავითარი ეს არ აქვს რა ქვია დამუშავებელი გეგონება რა აი ნახეთ თითქოს ბუნებრივი ფორმა აქვს ამ ქვებს ყველას წახნაგები არ აქვს მოკლედ ამის თქმა მინდა სინამდვილეში ეს არის კაბოშონი ქვია ამ მეთოდს ქვების დამუშავების და მაშინ ძალიან გავრცელებული იყო იმ პერიოდში არ უკეთებდნენ ესე იგი ნუ უკეთებდნენ როგორ არა მაგრამ ძირითადად იყო ესეთი ტიპი ქვების რომ წახნაგებს არ უკეთებდნენ რა თქმა უნდა ამუშავებდნენ ეს ქვები ყველა დამუშავებულია პირიქით წახნაგები აქვს მოშორებული ბუნებრივად არსებული წახნაგები და ესეთი ბუნებრივად მრგვალი ფორმები აქვს ამ ქვებს და ეს სიმრავლე აი ამ ქვებია ჩაყრილი რო არის ბევრი ქვა არის ხო ეს არის
და სიმდიდრე მატერიალური და სულიერი სიმდიდრის აღნიშნული დედოფლის, ვისთვისაც არის გაკეთებული და კიდევ უცნობი უпростоრეთ იუველირის გაკეთებულია, სახელი არ ვიცით და მოკლედ ეს ითვლება გერმანიაში დღეს ერთ-ერთ უძველეს გვირგვინად, რომელიც არსებობს. და ისწორედ ახლა გადავდივართ ამ თემაზე, აი ეს კორონაცია, რომელიც 2 თვის მერე შედგა მეფის კორონაციიდან, 2 თვის შემდეგ ეს კორონაცია იყო პირველი პრეცედენტი ევროპაში ქალის მეფედ კურთხევის. ახლა ამას გაჩვენებთ. ეს არის მინიატურა წიგნიდან, ამ წიგნზეც მოგახსენებთ ახლა ერთ-ორ სიტყვას, აი როგორ ენახეთ. ეს არის, ესე იგი, კუნეგუნდა და ჰენრიხი, რომელთა კორონაციასაც ასრულებს ქრისტე. ქრისტემ აკურთხა ისინი მეფებად და აი აქეთ იქით პეტრე და პავლე, მოციქულები პეტრე ჰენრიხის უკან და პავლე ამათმა წარადგინეს პავლე კუნეგუნდას. უკან და ამათმა წარადგინეს იგინი ქრისტესთან და ქრისტემ ისინი აკურთხა. ეს წიგნი ამაზე კიდევ ცალკე საუბარი ალბათ შეიძლება, ცალკე შესასწავლია. ეს არის ბამბერგის ეგრეთ წოდებული, საერთოდ ეს ყველაფერი ქალაქ ბამბერგს ეხება, მათი სატახტო ქალაქი იქ იყო. ხო და ამ ბამბერგში ტაძარი არის რაღაც არაჩვეულებრივი პეტრეს და წმინდა გიორგის, წმინდა პეტრეს და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, იქ არის დღეს მათი საფლავები და ესე იგი ჰენრიხ მეორის სიცოცხლეში, 25 წელი იყვნენ ერთად, როგორც მოგახსენეთ, შეიქმნა რაღაცა საოცარი წიგნი. ეს არის ეგრეთ წოდებული ბამბერგის კონდაკი, ესე იგი საკრამენტარიუმი, ესე ქვია ლათინურად, ლიტურგიკული ტექსტების წიგნია, რომელიც არის ძალიან დიდრად ილუსტრირებული. და ბევრი წმინდანის გამოსახულება იქ ცხადია და აი ეს გამოსახულება, რაც ახლა გაჩვენეთ, მაგალითად ამ ბამბერგის კოდექსიდან არის და რა არიცია საინტერესო, ესე იგი ეს არის ფაქტიურად ჰენრიხის და კუნეგუნდას გამოსახულებები, რომელიც მათ სიცოცხლეშივეა შექმნილი. აი ეს და კიდევ გვაქვს სხვა გამოსახულებები, გაჩვენებთ ამასაც ყველაფერს და გავაგრძელოთ ახლა საუბარი. მოკლედ დაიბადა კუნეგუნდა ლუქსემბურგში 980 წელს დაახლოებით. ლუქსემბურგში დაიბადა და მამამისი იყო გრაფი, ლუქსემბურგის გრაფი ზიგფრიდ პირველი, ესეც პირველი გრაფი იყო, როგორც სახელი ზიგფრიდი, ასევე თვითონ როგორც ლუქსემბურგის გრაფი, პირველი გრაფი იყო ლუქსემბურგის და გედვიგა ერქვა დედას, გედვიგა ნორდგაუდან, ესეც ქალაქია და მათ ისინი სულ, ესე იგი, ამათ 11 შვილი ყავდათ, მოკლედ ამ ზიგფრიდთან ნორდგაუს და ეს მერვე ბავშვი იყო და პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე და აი ამ ზიგფრიდმა თავის ქალიშვილს შეურჩია საქმრო. ეს იყო ბავარიის ჰერცოგი, ბავარიის ჰერცოგების პრინცი, ანუ უფლისწული ჰენრიხ მეოთხე ბავარიელი, ამბიციური, ძალიან ესეთი, აი რაც მერე მოხდა ეს ყველაფერი მის ხასიათში, რა თქმა უნდა, თავიდანვე იყო. ჰენრიხზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კუნეგუნდაზე და ესე იგი, მოკლედ გახდა გერმანიის მეფედ იქნა არჩეული სხვათა შორის
ოტონ მესამის შემდეგ, ოტონ მესამე იყო გერმანიის მეფე და ოტონების დინასტიაა ესა და ოტონები და ამას შვილი არ ყავდა ამ ოტონ მესამეს და მერე ასე როგორც გაირკვა მერე არც ჰენრიხს არ ყავდა და ფაქტურად ოტონების დინასტია აქ შეჩერდა ესე იგი. ნუ და რო გახდა გერმანიის მეფე, გახდა ჰენრიხ მეორე. მათი ესე იგი 999 წელია წარმოიდგინეთ, ნუ რაღაც ეს 1000 წლეულების მიჯნა ნამდვილი, როდესაც ისინი მათი ქორწილი დაინიშნა, როგორც მოგახსენეთ 26 წლის იყო ჰენრიხ მეორე მაშინ და 19 წლის იყო კუნეგუნდა და როგორც მოგახსენეთ ეს წმინდა წყლის პოლიტიკური მოსაზრებებით იყო დაინიშნა მათი ქორწილი, მაგრამ მათ აი მთელი არსებით შეუყვარდათ ერთმანეთი, მთელი არსებით და იყო ეს კავშირი ორი თანამოაზრის, აი სრული თანაბარი თანამოაზრის. იმიტომ რომ კუნეგუნდა იყო განათლებული, ჭკვიანი და ბრძენი, აი ბრძენი ახალგაზრდა, სრულად ახალგაზრდა ქალი, აი ღმერთმა გამოირჩია პირდაპირ. და 1002 წელს ქორწილი 99 წელს იყო, 1002 წელს გახდა ჰენრიხი, ივნისი იყო თუ როგორც გითხარით და მალე ესე იგი აგვისტოში უკვე მეფის კორონაცია შესდგა ივნისში და კუნეგუნდას კორონაცია შესდგა აგვისტოში. და ნუ მოუწყო დიდი ზეიმი მოაწყო ჰენრიხმა და ეს გვირგვინი რაც გაჩვენეთ სპეციალურად შეიქმნა. და იმ დროის დოკუმენტები არსებობს ჰენრიხი როგორ მოიხსენებს კუნეგუნდას როგორ მოიხსენებდა ხოლმე ჩვენი ძვირფასი მეუღლე. აი ესე ამბობდა. მოკლედ არა მარტო კორონაცია, არამედ ჰენრიხმა გამოაცხადა პირდაპირ, რომ თანაბარ მონაწილეობას მიიღებს კუნეგუნდა სახელმწიფოს მართვაში, სახელმწიფო საქმეებში და ასევე როდესაც სამეფო საბჭო იკრიბებოდა, კუნეგუნდა როგორც აი ჰენრიხის ტოლი, მოკლედ იმპერატორი ჯერ არ არიან, მერე გახდებიან მეფე მართავდა ქვეყანას და ერთი რო როდესაც ჰენრიხის საბრძოლო ესე იგი ლაშქრობებში, საომარ ლაშქრობებში მიდიოდა, ყოველთვის თან ახლდა კუნეგუნდა, ერთად უშიშრად დაყვებოდა ომში და მეორე კიდევ ის რო იყო რამდენიმე შემთხვევა დიდი ხანგრძლივი დროით წავიდა მაგალითად იტალიაში არაბებთან საბრძოლველად ან სხვათა შორის ნუ ეგ იმ ჰენრიხის ცხოვრებაშია როგორ ეხმარებოდა რომის საყდარს და რომის ეკლესიას და როგორ დაუბრუნა წართმეული მიწები. და ასევე ჩეხეთში იყო კიდე დიდხანს ასული და აი ამ დროს კუნეგუნდა დატოვა სამეფოში და კუნეგუნდა იყო ნუ მაშინ ამას რეგენტი ეწოდებოდა სიტყვა, მაგრამ ნუ რეალურად მეფე იყო ქვეყნის და კუნეგუნდა ერთპიროვნულად ჰენრიხის გიგი ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაში ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს. მოკლედ ეს იყო პირველი შემთხვევა, პირველი პრეცედენტი ევროპაში, რომ ქალი გახდა მეფე და მე ვფიქრობ, ეს ჩემი მოსაზრება ესეთი, რომ აუცილებლად ჯერჯერობით დავით აღმაშენებელს ევროპასთან ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა და რა თქმა უნდა იცოდა ევროპაში მიმდინარე მოვლენები, პროცესები და მან იცოდა ეს ამბავი, რომ გერმანიას ყავდა მეფე ქალი. აუცილებლად ეწოდინებოდა და მე ვფიქრობ, რომ ეს ამბავი თავისთავად არ არის ჩვენთან ეს აღწერილი არსად და არსად მითითებული არ არის, მაგრამ აუცილებლად ძალიან დიდ გავლენას მოახდენდა ქართული სამეფოს განვითარებაზე, ცნობიერებაზე და ალბათ ის რომ მე მოგვიანებით თამარი რომ გაბედა ესე იგი მეფე გიორგიმ რომ თამარი მისი ქალიშვილი მეფედ აკურთხა
ალბათ ესე იგი გარკვეულწილად ამ ამბებსაც ითვალისწინებდა, რომ ესეთი პრეცედენტი უკვე ევროპაში არსებობდა. ეს ჩემი მოსაზრება. და მოკლედ ესე იგი გარდა იმისა, რომ ხო, ამის შემდეგ მოხდა 1014 წელს უკვე ხო გეუბნებით მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჰენრიხის შესახებ არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ არის მოსაყოლი და მოკლედ რომის პაპმა აკურთხა უკვე გახდა ჰენრიხი იმპერატორი, წმინდა რომის იმპერია ესე ეწოდება, რომში იყო ეს კორონაცია, როგორც იმპერატორის და ცალკე კორონაცია იყო კუნეგუნდასი. ანუ იმპერატორი, ანუ ორი იმპერატორი ყავდა რომს რა ესე რა ვთქვათ, ორი იმპერატორი რომის წმინდა იმპერიას და რომის პაპი, ეს არის ბენედიქტე მერვე ამ დროს 1014 წელია, ეს არის, მიჯნაზე ვართ, უკვე ცოტა ხნის შემდეგ მოხდება ეკლესიების შორის განხეთქილება, მაგრამ ჯერ კიდევ ერთიანი ეკლესია არის, დასავლეთის და აღმოსავლეთის ქრისტიანები ჯერ კიდევ ერთად არიან, ამიტომ ეს ბენედიქტე მერვე ჩვენი წმინდანიც არის და ანუ აღმოსავლეთ ეკლესიის და აი სწორედ მან აკურთხა კუნეგუნდა და ჰენრიხი იმპერატორებად. ამის შემდეგ მათ დაარსეს ერთად ეგრეთ წოდებული ბამბერგის ეპარქია. ცალკე ბამბერგის ეპისკოპოსი გამოითხოვეს რომის პაპიდან და აი ამ ბამბერგის ეპარქიის განვითარებისათვის წმინდა კუნეგუნდამ შეწირა თავისი მზითევი, ესე რომ ვთქვათ, რაც მას ეკუთვნოდა მამის სახლიდან, ფაქტიურად მთელი ეს ქონება შეწირა ბამბერგის ეპარქიის განვითარებას და კიდევ გამოითხოვა, შეასრულა მოციქულის როლი და თავისი მეუღლე დაითანხმა, რომ მისი ძმისთვის დაებრუნებინა ბავარიის ჰერცოგის ტიტული, დაებრუნებინა, იმიტომ რომ არ მოიქცა კარგად ეს ახალგაზრდა კაცი თავის დროზე და ამ ჰენრიხს აუჯანყდა და მარცხიც იწვნია და ჩამოერთვა მთელი მამულები, ესე იგი ეს ბავარიის მიწები, რაღაც ყველაფერი და ტიტული და გამოითხოვა რა კუნეგუნდამ და რა თქმა უნდა მეორეს მხრივ ამ თავისი ძმის სახელით ერთგულება აღუთქვა მეფეს და მეფემ შეუნდო და დაუბრუნა ეს ყველაფერი და სხვათა შორის გამართლდა მერე კუნეგუნდას ეს ნდობაც თავისი ძმის მიმართ, იმიტომ რომ მერე ნახავთ ახლა რომ გარდაიცვლება ჰენრიხ მეორე, რაღაცა პერიოდი კუნეგუნდა რჩება ერთპიროვნული მმართველი იმპერიის და აი სწორედ თავისი ძმა და ბამბერგის ეპისკოპოსი ეხმარებიან მას ქვეყნის მართვაში, სანამ ახალი იმპერატორი ეკურთხება. კუნეგუნდა გამოირჩეოდა კეთილგონიერებით, რაც მოგახსენეთ, საოცრად შვიდი ქალბატონი იყო, ძალიან დიდი თანაგრძნობა ჰქონდა გაჭირვებული ადამიანების მიმართ და მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები აქვს დახარჯული, მოკლედ მოწყალების საქმეში. ასევე ეკლესიის აღმშენებლობაში და როგორც მოგახსენეთ, ბამბერგის ეპარქიის კეთილმოწყობაში. და კიდევ ერთი რამ მინდა ცხადია ახლა ეს ჩემი მონათხრობიდან გამომდინარეობს, თუმცა გერმანელი ისტორიკოსები ამას ცალკე უსვამენ ხას, რომ ჰენრიხს არასოდეს არ დაურღვევია თავისი ერთგულება მეუღლის მიმართ. ანუ ის რაც სამწუხაროდ ესე იგი ხშირად ხდებოდა იმ დროს, ეგრეთ წოდებული, რა ვიცი ხა ესე ვთქვათ, ესეც სიტყვა ნახوان, ფავორიტი ქალბატონი არ ყოლია მოკლედ რა. ანუ მეუღლის გარდა
სხვაგან არავითარ ეხა ცხადია რომ არ ეკნებოდა, იმიტომ რომ აღთქმა ქონდა დადებული. ღვთის წინაშე პირველ რიგში ღვთის მიმართ არ დაურღვევია ეს თავისი აღთქმა, თუმცა როგორც მოგახსენეთ ისტორიკოსები ამას აი ასეთნაირად უყურებენ და რო გარდაიცვალა ჰენრიხი, ეს იყო 51 წლის ასაკში 1024 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ჰენრიხი მეორე და ესეთი სიტყვები უთქვამს გარდაცვალების წინ. არ ვიცი, ალბათ უფალს მიმართა. მიიღეთ უკან თქვენი გალწული ისეთი როგორიც მე ჩავიბარე. გიბრუნებთ უკან. სიკვდილის წინ ესეთ სიტყვები თქვა. კუნეგუნდა უკანასკნელ წუთამდე მის გვერდით იყო. გარდაცვალებამდე. ზუსტად ბოლომდე სულ დაწოლთან ეჭდა და როდესაც გარდაცვალების წინ ჰენრიხმა ესე იგი ხო თანაბარი მმართველები იყვნენ და სრულად აი მთელი რეგალიები, საიმპერატორო რეგალიები გადასცა კუნეგუნდას. რამდენიმე თვე მოუწია კუნეგუნდას რეგენტი, იმპერიის რეგენტი რო ყოფილიყო, თავისი როგორც მოგახსენეთ ძმა დიტრიხი ერქვა ძმას, დიტრიხ მეორე, არა უფრო სწორედ ერთი ძმა იყო მისი მეცის ეპისკოპოსი, მეცის დიტრიხ მეორე. და ეს კიდე ჰენრიხი ერქვა ძმასაც ბავარიის ჰერცოგს და მოკლედ აი ეს ორი ძმა ეხმარებოდა დიტრიხი მეცის ეპისკოპოსი და აი ეს ჰენრიხი ბავარიის ჰერცოგი. და მალე რამდენიმე თვეში ახალი იმპერატორი ეკურთხა, ესე იგი კორონაცია მოხდა კონრად მეორე. და იმ კონრად მეორე იმპერატორს სრულად გადასცა ყოველგვარი მღელვარების გარეშე, აბსოლუტურად სრული სიმშვიდით გადასცა თავისი მოკლედ ეს რეგალიები და ჩააბარა იმპერია და თვითონ წავიდა, ეხლა უნდა გაჩვენოთ კაუფუნგენი, ეს არის მონასტერი კაუფუნგენი, ეს არის გერმანიაში კასელი ქვია ქალაქს, აიქ არის, ეს მათი აშენებული იყო, თვითონ კუნეგუნდასი ამ მონასტერთან. ეხლა ჩვენ გადავალთ, მე კი არა ვარ მომხრე, რომ ეხლა ცალკე ცხოვრება მოგიყვე და ცალკე სასწაულები, მაგრამ ამ შემთხვევაში ესე გავაკეთოთ, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ისეთია ამ კუნეგუნდას ცხოვრება და ისეთი მოცულობა აქვს, რომ შეუძლებელია უბრალოდ ამისი ეხლა ესე ასეთ ფორმატში მოყოლა. მოკლედ ეს არის კაუფუნგენის მონასტერი, რომელიც ააშენა წმინდა კუნეგუნდამ იმის გამო, რომ იგი რაღაც დროს ძალიან სასიკვდილოდ სენით იყო შეპყრობილი და აი მომაკვდინებელი იყო რა ეს ავადმყოფობა მისი და განიკურნა სასწაულებრივად და აი მადლიერების ნიშნად ააშენა ეს მონასტერი და უკვე ფაქტიურად წლის თავზე თავისი მეუღლის ჰენრიხ მეორის გარდაცვალების შემდეგ აღიკვეცა მონაზვნად. აი ამ მონასტერში, სადაც ახლა მე კიდევ მოგიყვებით, მისი ძმისშვილი იყო იღუმენია ძმისშვილი. ამ მონასტერში იგი ცხოვრობდა როგორც უბრალო მონაზონი. ახლა მონაზონი უბრალო არ არის, თავისთავად ცხადია. მაგრამ აი ესე აბსოლუტურად მარტივად, აი როგორ გითხრათ, ჩვეულებრივად, არავითარი ნიშნები იმპერატორის არ ქონდა, ჩაცმულობას გულისხმობ და ჩვეულებრივად როგორც მონაზონი ცხოვრობდა, უბრალო ტანსაცმელი, თვითონ ულიდა ავადმყოფებს და აგრძელებდა გაჭირვებულებზე ზრუნვას, ფიზიკურად მუშაობდა და ასეთი მეხსიერებაში, გერმანელი ხალხის მეხსიერებაში დარჩა სწორედ როგორც სამართლიანი მმართველი და ჭეშმარიტი ქრისტიანი. 1033 წელს გარდაიცვალა, 1033 წელს 53 წლის ასაკში. და დაასაფლავეს მეუღლესთან ერთად, ჰენრიხ მეორის გვერდით, ერთ საფლავში არიან
და ეს არის ბამბერგის საკათედრო ტაძარში, ხა დაგათვალიერებინებთ ამ ფოტოებს და მოგვიანებით დაიწყო ახლა მე თან გიყვებით სასწაულებს, კუნეგუნდა და ჰენრიხი გამოეცხადნენ ერთ-ერთ მოძღვარს ბამბერგში ცოტა რამდენიმე ხნის შემდეგ და უთხრეს, რომ ისინი და განსაკუთრებით კუნეგუნდას თვლიან ბამბერგის მფარველ წმინდანად, რომ ისინი ბამბერგს დაიცავენ და ბამბერგის მფარველი წმინდანები იქნებიან. ასევე კუნეგუნდა ითვლება ლუქსემბურგის მფარველ წმინდანად და ასევე მოკლედ მშობიარე კი არა, ურსული ქალების მფარველია და ავადმყოფი ბავშვების მფარველ წმინდანად ითვლება. აი ამ ბამბერგის საძვალეში ინახება ტაძრის საძვალეში ინახება მათი თავები, ორივესი, ჰენრიხის და კუნეგუნდასი და ფლორენციაში ინახება კუნეგუნდას თეძოს ძვალი მედიჩების, ესე იგი, ეგვტერში. ეხლა რაც შეეხება სასწაულებს რაც შეეხება პირველი ცნობილი, ძალიან ცნობილი სასწაული, რომელიც გამოხატულიც არის, ხატწერაშიც გამოიხატება და გარდა ამისა კიდევ ეს საფლავს გაჩვენებთ ახლა მე საფლავის ქვას. საფლავის ქვა ეს არის შემკული სცენებით კუნეგუნდას ცხოვრებიდან და ახლა გაჩვენოთ ერთ-ერთი მათგანი. ესე იგი კუნეგუნდას დასწამეს წილი, რომ მეუღლეს უღალატა. ბოროტმაენებმა რა. ხო და ხა როგორც მოგახსენეთ, აღთქმა ქონდა საერთოდ დადებული, ხო? ოღონდ ეს არ იცოდა არავინ მაშინ. მოკლედ უღალატა მეუღლეს კუნეგუნდამ და ცილი დასწამეს და რაღაცა ცნობილი ამბავი მოგიყვეთ. მაშინ იყო ეთყობა ესეთი რაღაცა, სხვათა შორის ძველ აღთქმაშიც იყო რაღაცა მსგავსი. ესე იგი, თუ ეს იყო ცილისწამება, ითვლებოდა, როგორ ცხოვრობდა ხალხი საოცრად რა. ითვლებოდა, რომ ღმერთი სასწაულს მოახდენდა და ამას კუნეგუნდას დაიფარავდა რა. და ესე იგი, გადმოცემაში არის რომ ნაკვერცხლები დაყარეს, რა, მთელი დარბაზის წინაშე და თვითონ იმპერატორის წინაშე, გაჩვენებთ ამას ნახატსაც და რასაკვირველია ამ საფლავზე არის გამოხატული, ესეთი რაღაცა გააკეთეს, რომ გუთანი რომლითაც გუთნის ის ლითონის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მიწას ჭრის, გუთანი, რამდენიმე გუთანი დაყარეს, გააცხელეს და აი ამ გავარვარებულ გუთანზე კუნეგუნდამ გაიარა ფეხში შოლმა. და არაფერი არ საერთოდ არ დაეწვა ფეხი. და ეს იყო ნიშანი მისი სიწმინდის, აი ნახეთ, ეს არის სცენა. აი კუნეგუნდა, ეს არის საფლავის ქვაზე გამოხატული. როგორ ადგამს ამ გაცხელებულ გუთნებს ფეხს, გადიდებულს გაჩვენებთ ამას, აი ეს. კუნეგუნდა როგორ გავარვარებულ გუთანზე როგორ დადის და აი ხო გითხარით, არსებობს კიდე ესეთი აზრი, რომ ნაკვერცხლებზე. აი ესეთი სცენა არის, ეხლავე ერთ ამ კარგად გავასწორო. აი კუნეგუნდა მთელი დარბაზის წინაშე გავარვარებულ ნაკვერცხლებზე. შემდეგ კიდევ ესეთი შემთხვევაა ცნობილი, რომ ერთხელ როდესაც დასაძინებლად დაწვა კუნეგუნდა, გადმოვარდნილა სანთელი. და წაკიდებია ყველაფერს ცეცხლი გარშემო, ხა თხელი ნაჭრები, აბრეშუმი ალბათ რაღაცა და ესე იგი კუნეგუნდამ რომ დაინახა ეს ხანძარი, გადასახა ჯვარი და ჩაქრა ეს. ეს აღწერილი სასწაულები. რაც არის. შემდეგი სასწაული ეს არის, სასწაულია ნამდვილი რა თქმა უნდა. იუდითი ერქვა მის მიშულს. კუნეგუნდას მიშულს, რომელიც იყო სწორედ აი ამ მონასტრის, ესე იგი როგორც მოგახსენეთ, ეს არის კაუფუნგენის მონასტერი, ამ კაუფუნგენის მონასტერის იღუმენია იყო და მოკლედ ეს ხო გადავიდა ეს კუნეგუნდა იქ და დაიწყო ცხოვრება. ხედავს რომ ეს თავის მიშვილი რაღაც ვერ იქცევა კარგად. ესე იგი თავისუფლად ვაშია, სილაღეშია,
რაღაცა ზნეობრივი ხა ეს დეტალები არ წერია, მაგრამ რაღაცა მოკლედ ცუდად იქცევა რა, არ მოღვაწეობს, არ ლოცულობს რაღაცა და მოკლედ გააფრთხილა ორჯერ, ესე იგი დაანამუსა რა, არწვანია კაცო რაღაცა, ახალს გვიტეხავა, სამეფო ოჯახია რაღაცა და აპაპ, არაფერი არ შეისმინა იმ და ისეთი სილა გააწნა სახეში. რომ ეს კუნეგუნდას ხელის სახეზე ცხოვრების ბოლომდე ეტყობოდა ამ იუდიც. ამან რა თქმა უნდა შეაჩერა და რა თქმა უნდა გამოფხიზლდა რა ეს კალბატონი და დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება და ოღონდ ეს ხელის სახეზე შერჩა ბოლომდე ცხოვრების ბოლომდე. შემდეგი უკვე ბოლო დროის სასწაულია. ბამბერგის მოსახლეობას რო კითხოთ დღემდე გეტყვიან რომ წარმოიდგინეთ 1945 წლის აპრილია და ეს მოკავშირეების ხა ამ შემთხვევაში ამერიკელი ესე იგი მოკლედ თვითმფრინავები მოკლედ ამერიკელების ხელში არა ეს და უნდა დაბომბონ უნდა ეს ყუმბარები ჩამოყარონ დაიბომბა მთელი გერმანია ხო რაღაცა უკვე ეს თავდება ომი და მოკლედ ამ ბამბერგში, როდესაც ეს თვითმფრინავები შემოფრენილან, რომ გაენადგურებინათ ეს ქალაქი ბოლომდე, ისეთი ნისლი ჩამოწვა, ისეთი ნისლი. არაფერი არ ჩანდა და მოკლედ აზრი არ ქონდა ამ ყუმბარების ჩაყრას, თუ არ იცოდნენ სად არის ეს ქალაქი, თუ რაღაც მოკლედ რა. არც ერთი ყუმბარა არ ჩამოვარდნილა ბამბერგში და ესენი ამბობენ, რომ აი კუნეგუნდამ თავისი მოსასხამი გადააფარა, ნისლის მოსასხამი. თავისი მოსასხამი გადააფარა და ნუ კუნეგუნდას უმადლიან ამას რა, რომ ბამბერგში არაფერი არ დანგრეულა საერთოდ და ეს ბამბერგის ტაძარიც, ნუ სადაც ახლა მისი საფლავია, აბსოლუტურად უნებელად გადარჩა. მოკლედ 2014 წელს კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ამ გერმანელი ხალხის ეს კულტურა, მადლიერება 2014 წელს 1000 წლის დავი იყო კორონაციიდან და ამ ბამბერგში იყო ძალიან დიდი გამოფენა ყოფილა, ესე იგი რომელსაც ერქვა ასე ჯვარდაწერილები თუ აი შეუღლებულები მიწაზე და ზეცაში ესე ერქვა ჰენრიხი და კუნეგუნდა სამეფო ოჯახი. ესე ერქვა გამოფენის სახელი იყო, ნუ მთელი ეს სიმდიდრე, სიწმინდეები ყველაფერი იყო შეგროვილი და იყო ბამბერგში ეს დიდი გამოფენა. ახლა ბამბერგის ტაძარი მინდა გაჩვენოთ. აი ეს არის ბამბერგის ტაძარი. წმინდა პეტრე მოციქულის და წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის. აი ეს არის წინა მხრიდან ეს ბამბერგის ტაძარი. გაცნოთ. აი ესე, აი წინა მხარე ესეთი აქვს. აი ეს. და აი ესე გამოიყურება მათი საფლავის ქვა. აი ლუდსაქვეში, აი სცენებიც გარშემო, რამდენიმე სცენაა, რომ ყველაფერს აღარ გაჩვენებთ. აი ესე და ეს არის მათი გამოსახულება. კუნეგუნდა და ჰენრიხი. ესე აი ხა გაჩვენებთ სად არის ეს არის ტაძრის მარცხენა ეგვტერი და აი აქ არის ხედავთ ხო ქვემოთ არის ესე იგი მათი საფლავი. შემდეგ 1060 წლის აი ესეთი გამოსახულება არსებობს კუნეგუნდასი ბიუსტი. შემდეგ 1486 წელი ქალაქ აახენის ტაძრის თავი ტაძრის ფრესკაა ეს. კედელზე არის ნახატი კუნეგუნდა და ჰენრიხი და ხელში ტაძრის მაკეტი უჭირავთ, კიდე რამდენიმე ბევრია ესეთი გამოსახულება ბევრია და აი გაჩვენებთ კიდე. აი ბამბერგის ტაძარი ხელში. ერთად ესე გამოიხატებიან. აი კიდე.
და აი სწორედ იმ ბამბერგის კონდაკიდან კონდაკი ბამბერგის კოდექსი ხელნაწერი საკრამენტარიუმი აი ეს არის კიდევ გამოსახულება ჰენრიხის და ის სწორედ აქ არიან გამოხატულები აი ეს არის წმინდა ერთ-ერთი მათგანი ხა ეს ძნელია თქმა არის ულრიხ აუგსბურგელი და მეორე ეხა ამომივარდა უბრალოდ თავიდან ესე იგი ესე იმიტომ არიან რომ აქ განასახიერებენ ეს განასახიერებენ ნახეთ ხელი რა უცრავად ხელი რატო უჭირავთ ესე რომ როგორც მოსეს ამალეკთან ბრძოლისას ისუნავესზემ და აარონმა დაუჭირეს ხელები რომ ეს ხელები შემდეგ ზედით რო წევდა ხელებს იმარჯვებდა რა და ხელებს რო უშვებდა შემდეგ ეს ამალეკი შემოეძალებოდა ცნობილი ამბავია ხო და აი ესეთნაირად უჭირავთ ახლა ამოთის ხელები რა მე დამძიმდაო ესე წერია ქვასავით გახდა ეს ხელები მაგრამ მაინც ბოლომდე ეჭირათ და გაიმარჯვეს ამალეკზე მოსეს ლოცვით აი ესეთი გამოსახულება არის აი ამ სწორედ მინიატურაა ეს აი წიგნიდან და ბოლოს აი კუნეგუნდა რამდენი გვიანდელია რა თქმა უნდა მაგრამ აი კუნეგუნდა ესეც კუნეგუნდა აქეთ აი კუნეგუნდა და კიდევ გაჩვენებთ ესეთ ეს არის მე-18 საუკუნის გამოსახულება ისევ ეს ბამბერგის ტაძარი უჭირავს ხელში ეს არის წმინდა კუნეგუნდას გამოსახულება ნუ ფაქტიურად ამითი ვამთავრებთ დღეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ეს არის ნუ დღეს არის შაბათი 2 მარტი და 2 მარტის წმინდანები არის ესე იგი სამი წმინდა ნაწილი გაგვაჩნია ეს არის წმინდა იუმინუს რომაელი ლუციუს კესარიელი და ჰერაკლიუს რომაელი და მეტი არა გვაქვს არაფერი დღევანდელ დღეს და ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ეს არის შაბათი იყო 2 მარტი 3 მარტი კვირა და მე ჩამოგითვალეთ რამდენიმე წმინდანის სახელი ვისი ხსენებას დღეს არის ეს არის იონე ოქროპირი მეოთხე საქართველოს კათოლიკოსი წმინდა გრიგოლ პალამა რომელიც დიდმარხვის მეორე კვირაა და იმის გამოა და ასევე ღირსი მამები კიევის ქალთაშინა დავანებულნი ესეც დიდმარხვის მეორე კვირის სახსენებელია შემდეგ წმინდა ტიციან ბრეშიელი ლუციულუს აფრიკელი და ვასილის კოკომანელი რომელთა შესახებაც წინასწარ უკვე ადრე გვაქვს საუბრები და დღეს კი ვისაუბრეთ წმინდა კუნეგუნდა ლუქსემბურგელზე რომის წმინდა იმპერიის იმპერატორზე და მე კი ამითი გემშვიდობებით შეგვეციოს ამ წმინდანების მადლი ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი